აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ კი აღმაშენებლის უბნის მცხოვრებლებს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი კოალიცია ქართული ოცნებიდან პირადად წარუდგინა. გენერალ ასლან აბაშიძის ქუჩის 45 ნომერში არჩილ ხაბაძეს მაჟორიტარობის კანდიდატთან ერთად მინისტრთა კაბინეტის წევრები ახლდნენ. რეგიონის პირველმა პირმა ამორჩევლებს ორწლიანი მუშაობის შედეგები გააცნო და მხარდაჭერისაკენ მოუწოდა. მოსახლეობამ კი პოლიტიკოსებს უბანში არსებული პრობლემები გააცნო. შევარჩიეთ ყველაზე ალბათ პრობლემატური რთული უბანი, სადაც ბევრი პრობლემაა, როგორც კომუნიკაციის, როგორც გზების, როგორც სხვა მიმართულებით, მიწების გაფორმების და ასე შემდეგ. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ მოვსულიყავთ ამ უბანში, მოსახლეობისთვის აგვეხსნა ის პროგრამები, რაც გაკეთდა, ყველა მიმართულებით მთავრობა რა გააკეთა 2013 და 2014 წლის განმავლობაში და რას ვაპირებთ და მათი პრობლემების მოსმენის შემთხვევაში რას გადაუწყვეთ. უბანს ვიცნობ 91 წლიანი, 91 წლიდან ამ კონკრეტულ უბანზე ყოველთვის იყო პრობლემები, მაქსიმალურად ეგ უბანი იყო უყურადღებოდ. ჩვენ იმიტომ გადავწყვიტოთ აქ მოსვლა დღეს, რომ მაქსიმალურად იქნას ამ უბანში მთლიანი ყურადღება გადაქცეული ამ უბანზე და მაქსიმალურად მივიღოთ პატარა ქალაქი, რომელიც უკვე ხვალისათვის უკვე ფაქტიურად ნამდვილად შევა იმ აღმაშენებლის უბნის დასახლებაში.